დღეს უკრაინელი ობლად დარჩენილი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი იმართება. კონცერტიდან შემოსული თანხა კი მთლიანად უკრაინელ ბავშვებს მოხმარდებათ. თუ როგორ შეგვიძლია გავიღოთ თანხა მათ დასახმარებლად, სად უნდა მივიდეთ კონცერტზე დასასწრებად და რომელი მუსიკოსების მოსმენა შეძლებთ საღამოზე, ჩვენი ჟურნალისტი მარიშკა მამაგეიშვილი მოგუყვება ამ ყველაფერს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. მარიშკა, შუადღე მშვიდობისა. მოგესალმებით, ჩემს უკან როგორც ხედავთ, უკვე იმართება გენერალური რეპეტიცია და კონცერტზე შეგიძლიათ მოხვიდეთ დღეს 26 მარტს 8 საათზე რესპუბლიკაში და შემოსული თანხა სრულად მოხმარდება უკრაინელ ბავშვებს. ჩვენთან ერთად ახლა იმყოფება ერთ-ერთი თანაორგანიზატორი თამუნა ფოფხაძე, მოგესალმებით. მოგესალმებით. მოდით პირველ რიგში ვუთხრათ მაყურებელს, ვის იხილავს აქ მოსვლის შემთხვევაში და მთავარი მიზანიც რომ შევახსენოთ მათ. ეს პროექტი არის ძალიან ჰუმანური პროექტი და ბავშვებისთვის, რომლებსაც დაკარგეს მშობლები უკრაინის ომში. ეს არის ბანაკია, რომელსაც შეიფარა 419 ბავშვი, რომელთაც არსად არ აქვს წასასვლელი. და მშობლებიც არ ყავს. შესაბამისად, ეს არის ძალიან მაგარი პროექტი, რომ გული შეაგროვოს და ამ ბავშვებს ცოტა გაუხალისოს ცხოვრება. ვის შეასრულებს დღეს დღევანდელ კონცერტს? წარსდგებიან სუხიშვილები, ჯგუფი სახე, რუსლანა, ევროვიზიის გამარჯვებული, ივანა მელაია, ასევე უკრაინელი მომღერალი, თეადარჩია და ეხლა გავიგე, რომ ხანუმებით შემოგვიერთდა და დათუნა ალადაშვილი. ძალიან დიდი მადლობა, მე მინდა გადავინაცვლო დათო ფორჩხიძესთან, მოგესალმებით. მოდით პირველ რიგში მაყურებელს ვუთხრათ, როგორია მზადების პროცესი და პირადად თქვენთვის რა ხელმძღვანელობა აქვს ზოგადად საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას? რა თქმა უნდა, საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობა კარგია, მაგრამ 10 მაგათ უკეთესია, როცა შენ გევალება ესეთი რამ რომ შეგიძლია დაეხმარო აი ესეთ საშინელებაში, როგორც ომში ბავშვები, რომლებიც არაფერში დამნაშავეები არიან და ჩვენ მე დათო და ყველა აქ ვინც გამოდის, რა ვიცი, ამაყებიც ვართ და გვიხარია და მადლობას ვეუბნებით ორგანიზატორებს, ივანა დაკავშირდა და ძალიან დიდ მადლობას ვეუბნებით, რომ მოგვეცა საშუალება და ყველას მოუწოდებთ, რომ ვისაც შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამ აქციაში და ეს დიდი მადლია და უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს. ძალიან დიდი მადლობა. მე ამ ყველაფერით გემშვიდობებით და მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს 26 მარტს 8 საათზე რესპუბლიკაში შეგიძლიათ მოხვიდეთ და თქვენი წვლილი შეიტანოთ უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად.